მოგესალმებით ბატონო, ვირუსი, დინგე და ებოლა ზოგადად მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაშია დაფიქსირებული და აფეთქება კონგოში. ჩვენთან ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენად არსებობს გარკვეული რისკი ამ ვირუსის შემოღწევის? მოითავად უკეთესია ებოლათი დავიწყოთ. ვინაიდან ებოლა გაცილებით უფრო საშიში ვირუსია, თუმცა ამავდროულად მას ახასიათებს ლოკალური გავრცელება და სულ რამდენიმე ქვეყანაშია უფრო მეტად დაფიქსირებული. პირველი რაც მნიშვნელოვანია, რატომ არის ესეთი უფრო მეტი ყურადღება ამ ვირუსის მიმართ, გახლავთ მისი განსაკუთრებული ვარიანტი ებოლას ვირუსის, რომლის საწინააღმდეგო არც მკურნალობა და არც ვაქცინა არ არსებობს. ებოლას რამდენიმე ვირუსი იწვევს ამ დაავადებას, სხვადასხვა სახელი ჰქვია ვირუსებს. ყველაზე მძიმე და ყველაზე მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტიც არის და ვაქცინაც და მეტნაკლებად ეს პრობლემა მოგვარებულია. ეს არის ეგრეთ წოდებული ზაირის ვირუსი, რომლის დროს ლეტალობის მაჩვენებელი 90%-მდე ადიოდა და ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი, რაც დღეს კაცობრიობა შეიძლება დაემუქროს. თუმცა ამ ვირუსის საწინააღმდეგო მართვის შესაძლებლობა უკვე ამ მაღალ მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად აქვეითებს. ის ვირუსი, რომელიც ახლა გავრცელდა კონგოში და ძირითადად კონგო და უგანდა არის ორი ქვეყანა ამ ვირუსის გავრცელების ადგილები, მე-17 შემთხვევა აფეთქების დაწყებული 1976 წლიდან და ეს ციფრი მინდა დაგისახელოთ. სულ ამ პერიოდის განმავლობაში 35,000 შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ 1976 წლიდან დღემდე. აქედან გარდაცვალების მაჩვენებელი 25,000-ია, მაჩვენებელი მაღალია. თუმცა ყველაზე მეტი ყურადღება წელს მიიპყრო, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მოიმატა შემთხვევების რაოდენობა. 17 მაისს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა და 17 მაისიდან ორი კვირის განმავლობაში, ეს ბოლო მონაცემი არის 27 მაისის მონაცემი, 1031 საეჭვო შემთხვევა და 223 გარდაცვალების ფაქტი. სულ ლაბორატორულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 134-ია და მათ შორის მხოლოდ 9 დაფიქსირდა უგანდაში, შესაბამისად უფრო მეტი რაოდენობა ინფიცირებულების არის კონგოში. ანუ 10 დღის განმავლობაში ძალიან მოიმატა ამ შემთხვევების რაოდენობა, ამით აიხსნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებული ინტერესი და ამიტომ შეფასდა როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მოვლენა, თუმცა ისევ და ისევ ხაზს გაუსვამ ლოკალიზებული მხოლოდ აი ამ ორ ქვეყანაში. ერთადერთი შემთხვევა არის არა ამ ქვეყნის მოქალაქის დაფიქსირებული, ქვეყნების მოქალაქის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ექიმი, რომელიც მუშაობდა აფეთქების ზონაში და ეს ექიმი ახლა გადაყვანილია გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში, სადაც არსებობს სპეციალური განყოფილება მთელი ესეთი ტიპის ვირუსების წინააღმდეგ. ანუ ერთადერთი შემთხვევა არა კონგოსა და უგანდის მოქალაქეებში. აქ ძირითადი და მთავარი და განმასხვავებელი არის გავრცელების სპეციფიური გზა. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია. შესაბამისად, აი ამ დიდი პერიოდი 1976-დან გასულ და სულ 35,000 შემთხვევა მიუთითებს, რომ ამ სპეციფიური გავრცელების გზა აქვს, სწორედ ამიტომ არ შეიძლება ეს იყოს განხილვა როგორც პანდემიის ერთ-ერთი წყარო. გავრცელება შეიძლება დაავადებული ადამიანიდან ან გარდაცვლილიდან გამოყოფილი სხეულის სითხეებით. ეს არის სისხლი, პირნაღები მასა, ოფლი, ნერწყვი, განავალი, სპერმა, მხოლოდ ამ გზით გადადის. ეს არ გადაეცემა ისეთი გზით, რაც ჩვენთვის ნაცნობია, მაგალითად, როდესაც ადამიანი გარემოში გამოყოფს ამ ვირუსს, უნდა იყოს პირდაპირი კონტაქტი და ძალიან ბევრი შემთხვევა ამ ქვეყნებში არის აღწერილი დაკრძალვის ტრადიციიდან გამომდინარე. ამ ქვეყნებში ეს რიტუალი განსხვავებულია, მიცვალებული რამდენიმე დღე სახლშია, მის გვერდით ღამის გათენება ითვლება ჩვეულებრივ ამბავად, მიცვალებულის წყალში დაბანა და შემდეგ ამ წყლით ჯანმრთელი ადამიანის დაბანა ბანაობა, ესეც ითვლება ტრადიციად, ასე რომ გარკვეული მნიშვნელობა აი ამ გავრცელების ძალიან სპეციფიურ გზას აქვს და სწორედ ამიტომ არის ეს ვირუსი ლოკალური მნიშვნელობის და
ის რომ ის შეიძლება მსოფლიოში გავრცელდეს, ამისი შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ ესევე აფასებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის CDC ამ ებოლას ვირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებისა და პანდემიის და სერიოზული აფეთქების სხვაგვარხანების შესაძლებლობა არის ძალიან დაბალი. ეს შესაძლებლობა აფეთქების არის პრაქტიკულად შეიძლება აფეთქება არა, თუმცა გუშინ წავიკითხე ინფორმაცია, რომ ბრაზილიაში შეაღწია ამ ვირუსმა. შესაბამისად, იქ რამდენიმე შემთხვევაზეა საუბარი. აქ არის ლაპარაკი მხოლოდ დაავადებული ადამიანის, ინფიცირებული ადამიანის ჩასვლაზე. ამიტომ ინფიცირებული ადამიანი თუ ჩავა, ინფიცირებული ადამიანის ბიოლოგიურ გამონაყოფ სითხეებთან უნდა იყოს მაინც კონტაქტი. ანუ აფეთქება მაინც არ მოხდება მაგის ხანით. ბატონო ვანო, აღნიშნეთ, რომ არ არსებობს მკურნალობის არც ვაქცინა. ამ ვარიანტის მიმართ, დიახ. და რა ამ შემთხვევაში გარდუალია სიკვდილი თუ როგორ არის? ეს უნდა მეთქვა და დავამატებ. ლეტალობის მაჩვენებელი ამ დაავადების დროს, ვირუსის ამ ფორმის დროს არის 10% საშუალოდ 20-დან 50%-მდე. მკურნალობა არ არსებობს დადასტურებული და ნებადართული, თუმცა რამდენიმე საშუალებას იყენებენ მაინც მის წინააღმდეგ და ძირითადი მკურნალობა ეს არის სიმპტომური. აქ ძირითადად ჰემორაგიული სინდრომია. ებოლას ქვია ჰემორაგიული ცხელება, ჰემორაგიული ცხელების ჯგუფია. შესაბამისად, აქ მაღალი ტემპერატურაა და დაავადების ბოლო ეტაპზე მრავლობითი სისხლჩაქცევები და გამონაყოფი სისხლი პირნაღებ მასაში, განავალში, თვალებიდან სისხლდენ არის დამახასიათებელი. ამიტომ პირველ და მეორე სტადიაზე აქტიური მკურნალობა და მეთვალყურეობა ნიშნავს, რომ ჩვენ გამოსავალი გვექნება დადებითი. ანუ ეს არ არის 100%-ით ლეტალობა, ამიტომ აღვნიშნე, რომ წინა ვარიანტისაგან განსხვავებით ეს გაცილებით ნაკლებად აგრესიული ვირუსია, თუმცა 30-50%-იანი ლეტალობა არის მაინც ძალიან მაღალი. ებოლას ის ვარიანტი, რომელიც ახლა გავრცელებულია და რომელიც გახდა სწორედ ესეთი მნიშვნელოვანი მატების მიზეზი, ებოლას სხვა ვარიანტებთან შედარებით ნაკლებად მაღალი ლეტალობის მაჩვენებლით ხასიათდება, თუ ჩვენ ებოლას ზაირის ვარიანტზე ვთქვით, რომ ლეტალობა 90%-ია, ბუნდი ბოგიო ესე ქვია ამ ვარიანტს, ამ შემთხვევაში ლეტალობა არის გაცილებით ნაკლები 30%-ის ფარგლებში, 30-50%. ძირითადი მიზეზი და ძირითადი მიზეზის მკურნალობა დაავადების გამომწვევის ვირუსის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, ამ ვირუსის ვარიანტის არ არსებობს, თუმცა არსებობს ესე გვეცდებული დამხმარე თერაპია, მათ შორის თერაპია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ინტრავენული გადასხმებით, სეპტიური შოკისა და ჰემორაგიული შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა, რაც შესაძლებელია ეფექტურიც იყოს, ამიტომ განიხილება ამ ეტაპზე არა სპეციფიური, არა ანტივირუსული, არამედ დამხმარე თერაპია ერთ-ერთ შესაძლებლობად ამ დაავადების მართვის. კარგით, გადავიდეთ დინგეზე. ებოლა ამოვწურეთ. ებოლაც თუ რამე კითხვა რა გაქვთ, ამოვწურეთ. დინგეს ვირუსზე გადავიდეთ მაშინ. პირველ რიგში დინგეს სტატისტიკას მოგახსენებთ. დღეისათვის ითვლება, რომ ყოველწლიურად დინგეს ვირუსის 350 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მთელ მსოფლიოში. და ზოგადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ 4 მილიარდი ადამიანი, ანუ კაცობრიობის მოსახლეობის ნახევარი არის ამ ვირუსის გავრცელების რისკის ქვეშ. ძალიან მაღალი მაჩვენებელია და დღეისათვის ეს ითვლება ყველაზე გავრცელებად და სწრაფად მზარდ ინფექციურ დაავადებად. ძირითადი კერა ეს არის სამხრეთ ამერიკა და ასევე აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადიკალური განსხვავება გავრცელების გზის თვალსაზრისით. თუ ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ებოლას შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი კონტაქტი სხეულის გამონაყოფ ბიოლოგიურ სითხეებთან არის ინფექციის წყარო, აქ გადამტანი არის კოღო. ანუ სამეტაპოებად იყოფა ეს პრობლემა, გადაცემის გზას გულისხმობ. პირველ რიგში უნდა იყოს ინფიცირებული ადამიანი, რომელიც ავადობის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხასიათდება ვირუსით მაღალი აქტივობით სისხლში. აი ამ ფაზაში მას უნდა უკბინოს კოღო. მეორე ეტაპი ეს არის თვითონ კოღოს ორგანიზმში ამ ვირუსის გავრცელება
და კოღოს სანერწყვე ჯირკვლამდე მისვლა, ამას ალბათ 7-10 დღე ჭირდება და მესამე ეტაპი ეს არის კოღომ უნდა უკბინოს ჯამთელ ადამიანს. ერთჯერად იკბენაც საკმარისია იმისათვის, რომ კოღომ გადასცეს ჯამთელ ადამიანს სისხლის ის ნაწილაკი, რომელიც მის ორგანიზმში მოხვდა ავადმყოფი ადამიანისაგან. ეს არის გავრცელებული გზა, შესაბამისად კოღოს საშუალებით ინფექციის გავრცელება ავტომატურად ნიშნავს, რომ შესაძლებლობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაეცეს არის ძალიან მაღალი და იმ ქვეყნებში, სადაც კოღო არის გავრცელებული, სადაც მაღალი ტენიანობა, სადაც ტემპერატურაც მაღალია, შესაძლებლობა ინფექციის გავრცელების არის მართლაც ძალიან დიდი. საქართველოსთან დაკავშირებით ყოველ წელს 2017 წლიდან დაწყებული ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, როგორც წესი და ეხლაც წინა კვირას დაფიქსირდა ერთი შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ერთი რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ქვეყანაში ყველა შემთხვევა იყო შემოტანილი. არც ერთი შემთხვევა არ გადასულა, არ გავრცელებულა საქართველოში დაფიქსირებული პაციენტიდან მეორე ადამიანზე. ესეთი ფაქტი არ ყოფილა. და აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს იყო უცხოელი, რომელიც სხვაგან დაინფიცირდა და ჩვენთან შემოიტანა შემდეგ ეს ვირუსი. ანუ ერთი შემთხვევა წლის განმავლობაში 2017-დან დაწყებული. შესაბამისად, არც ერთი წელი არ დაფიქსირებულა ამ ინფექციის შიდა გადაცემა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს ამ თვალსაზრისით რისკს, თუმცა რა თქმა უნდა, ერთი შემთხვევის არსებობაც ამ ვირუსის არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი. განსხვავებით ერთსა დავამატებ ებოლასაგან, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი, როგორც ვთქვით, 30-50% შეიძლება იყოს ყველაზე აი ამ ვირუსის შემთხვევაში, რომელიც ახლა არის დაფიქსირებული, აქ ლეტალობის მაჩვენებელი არის სადღაც 1%-ის ფარგლებში. იმ შემთხვევებში, თუმცა, როდესაც შეიძლება საუბარი იყოს გარკვეულ რისკ ჯგუფზე, მაშინ ლეტალობა შეიძლება 20%-მდე მიაღწიოს, მაგრამ ზოგადად ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრდება გამოჯამთელებით. თუ ებოლა შემთხვევაში არ არსებობს მკურნალობა, ამ შემთხვევაში რა ხდება? ებოლა შემთხვევაში მკურნალობა არსებობს მისი ყველაზე გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ, იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ახლა არის მკურნალობა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არის უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი, რომ იქნება ვაქცინა მიღებული, იმიტომ რომ მუშაობა მიდის ამ მიმართულებით და ასევე მოსალოდნელია, რომ იქნება ანტივირუსული მედიკამენტი. დღეს რა თქმა უნდა გიდასტურებთ არ არის. რაც შეეხება დინგეს ვირუსთან დაკავშირებით, აქ არც ვაქცინა, არც მკურნალობა არ არსებობს, აქაც მკურნალობა არის დამხმარე, ძირითადად ეს არის მკურნალობა, რომელიც ჭირდება ამ პაციენტებს მესამე სტადიაში, როდესაც დაავადების მიმდინარეობის მესამე სტადიაში, როდესაც უკვე ვითარდება სხვადასხვა სახის შოკი, სეპტიური შოკი, ჰემორაგიული შოკი და ასე შემდეგ. თუმცა დროული მართვა, დროული მიმართვიანობა და დროული მეთვალყურება ამ პაციენტზე ძალიან მაღალი პროცენტით განაპირობებს სრულ გამოჯამთელებას. ბატონო ივანე, თქვენ თქვით, რომ წინა კვირას დაფიქსირდა დინგეს ერთის შემთხვევა. ანუ ამ პაციენტის შესახებ რომ გითხრათ, როგორი არის მისი მდგომარეობა, სახლში გადის? ეგ ინფორმაცია მე არ მაქვს, მე ვიცი ზოგადად, რომ ეს პაციენტი არ არის მძიმე და არ არის კრიტიკული, სადანჩენ დეტალებს ასაკი დაახლოებით რაზე იყო საუბარი? ეს ინფორმაცია აქვს, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის, მე ვიცი ფაქტი, უბრალოდ დადასტურებული ფაქტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. აი ეს დეტალები, ასაკი, სქესი, რომელ სამართლოში და ასე შემდეგ, ეს დეტალები მე არ